მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვაქვს მეორე სერია. დღეს ოანოც დაგვემატა, ოანო იქნება უფრო აუდიტორიის რეჟიმში, რაღაც კითხვებს დაგვისვავს და იცდება რომ რაც შეიძლება მეტი რამე ვკითხოს, რაც თვითონ აინტერესებს და ჩვენს ვეცდებით რომ პასუხები გავცეთ. დღევანდელი თემა გვექნება streams API-ის გენერალური მიმოხილვა და მე lambda expression-ებზე გადავალთ, სადაც ვახო ისაუბრებს უფრო underzehud და low levels. Okay, თოკო მოდი დავიწყოთ და ნელ-ნელა გავყვეთ. ხო. მოკლედ პირდაპირ გადავალ თემაზე. სტრიმები შემოვიდა Java-ს მერვე ვერსიაში. ძალიან მარტივად რო თქვა, არის ალტერნატიული საშუალება for looping-ისთვის. იდეაში просто looping-ს აკეთებს. მაგრამ თავისი პროები და კონები აქვს რა, თავის პლუსები და მინუსები აქვს რა. პლუსები რაც არის რომ მოკლედ lambda-ს სინტაქსით მუშაობს, უფრო დეკლარატიული არის. ამ პირდაპირ იძახის რისი გაკეთება უნდა, არ გიწევს რაღაცებზე body არის და რაღაცა დაუშვათ აი for loop-ში როგორც არის რომ int I არის რაღაცა, int უნდა იყოს ნაკლები ამაზე, მაგეებზე თავის ტკივილები არ გიწევს, პირდაპირ loop-ში შედიხარ, ეუბნები რის გაკეთება გინდა, გამოდიხარ loop-დან რა. და ასევე პლუსები აქვს, რომ რახან lambda სინტაქსი იყენებს, ნიშნავს, რომ ფუნქციურ ინტერფეისის გამოყენება შეგიძლია პირდაპირ. და даже ჩაშენებული აქვს რამდენიმე მეთოდს პირდაპირ ფუნქციური ინტერფეისები. ფუნქციური ინტერფეისის პლუს მინუსებს აიმებს აღარ დავიწყებთ, წინა თემაში გავარჩიეთ, მანდაც თითქმის იგივე თემა იყო, რომ lambda-ს expression-ები არის და დამატებით რაღაცეები კიდე. და მე დღეს რაზეც ვილაპარაკებ არის stream API-ის ყველაზე, ჩემ წარმოდგენაში ყველაზე ხშირად გამოყენებად მეთოდებზე. მაქვს რაღაცა მაგალითებიც მოყვანილი და ასევე შევეცდები ავხსნა იმ მაგალითებშიც რეები წერია. კაი, პლუსები თქვით, მინუსები რეებიც არის stream API-ის, რო დაგუგლო ზოგადად რა, pros და cons stream API-ის და როდის გამოიყენო stream-ი, როდის გამოიყენო for loop-ი რა, ესე პირდაპირ პასუხი არ გექნება, რომ stream-ი ჯობია for loop-ს, ან for loop-ი ჯობია streams. მაგრამ ერთი პასუხი ყოველთვის მეორდებოდა რა, აი ეს პასუხი საწერია, რომ მოკლედ for loop-ი უფრო მარტივი არისო, უფრო lightweight მარტივი არის, უფრო ნაკლები დატვირთვა აქვს CPU-ზე რა. და ამიტომ, როდესაც პატარა array გაქვს, ან პატარა loop-ი უნდა გაკეთდეს რა, მაშინ ჯობია რომ for loop-ი გააკეთო. მაგრამ მაგაზეც შეგიძლია იდაო, იმიტომ რომ stream-ებში, როგორც ვთქვით, პროები უფრო მეტია, რადგან უფრო ცოტა კოდის წერა გიწევს, პირდაპირ მაგაქრისი გაკეთება გინდა, თავის ტკივილები არა გაკრეებიც for loop-ში გექნება და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე დიდი მინუსი რაც გაქვს არის დებაგინგი. აქ არ შეგიძლია შეხვიდე stream-ში და უშუალოდ როგორც for loop-ში რო გაქვს, რო გიწერია რაღაც 10 ხაზზე და მე-5 ხაზზე გაჩერდე და ნახო აქ რა ხდება, stream-ში ეგეთ რაღაცები არ გაქვს. დებაგინგი stream-ებში გაცილებით უფრო რთულია. მაგრამ ასევე ერთი პლუსი ის არის stream-ში დებაგინგის, რომ თუ იცი რისი დაწერაც გინდა, ანუ არც მოგიწევს დებაგინგი რა. ან პირდაპირ მეთოდები გაქვს, რომელიც შენ ფუნქციას შენთვის ასრულებს და აღარ გიწევს ლოგიკის აწყობა რა. ერთი პლუსი იმიტომ რომ stream-ებში არ შეგიძლია დაუშვათ მე-5 ელემენტზე გაჩერდე და ნახო ეს მე-5 ელემენტი რა დღეშია და რას აკეთებს რა. ინტერჯეისს შეგიძლია. ინტერჯეისს შეიძლება რაღაც ხანერად არის ისა რა ქვია, იმპლემენტირებული, მაგრამ აი ჩვეულებრივ stream-ებზე არ გამოგწონები, აი იმაზე რა ქვია. აი რეაქტიულ სტექზე Flux-ზე წერდით ახლა სამსახურში, მაგაზე გამომიყენებია, რომ მანდ რაღაც რეაქტიული streams რო აკეთებს, მანდ მაგალითად ამისვია breakpoint-ი და იჭერს. და შეიძლება ის ხანერად მუშაობს, არ ვიცი. ადრე არ ქონდა. არა, მაგალითად მე ეგრევე ვერ გეტყვი. აი ხა დაამატეს ბოლო პერიოდი მე რაც შემომჩნია რა. აი ხო, პრინციპში წინ არ იყო სხვათა შორის stream-ებზე დებაგინგი. იგივენაირად ვერ მუშაობს. ხა რაღაცა AdOS ისენ გაუკეთეს ედიტორს რა, რომ შეგვიძლია ფუნქციური ინტერფეისის evaluation-ს დაიჭირო დაჟე და ეგენიც დაიჭირო და ნახო რას შვება რა. მაგრამ საერთო ჯამში რო აიღო აი ჩემი აი კოდის რაღაც აი ჩვეულებრივი for ციკლი გაქვს მიყვება ესე ვთქვით რაღაცეებს შვებიან, რაღაც სხვა ციკლი გაქვს არ აქვს მნიშვნელობა და რაღაცეებს და გვერდზე stream-ი გაქვს, ხო? დებაგინგისთვის რო შეადარო, აქეთ იმენა ხედავ რა ხდება და ხედავ რა როგორ იცვლება და stream-ში ფუნქციურად რა ხარ აკეთებ, ცოტა შეიძლება წასაკითხები ლამაზია, მაგრამ ესე
ინტუიტიური არ არის flow რა და მე მგონი დებაგინგ შეგაწიგულცხება რომ მაგის გამო უფრო რთული ხდება ერორების დაჭერა. კი, უფრო არაინტუიტიურიც არის კი. ასე. თუმცა ანუ IntelliJ-ში თუ ჩაშენდა ეგეთი ფუნქციონალი რომ გამოიჭირო რომელიმე დატა და იმაზე ნახო რა ხდება რა სიტუაცია, ეგ არ ვიცოდი, ნახავ თუ ეგრე არის, რა თქმა უნდა, კაი იქნება რა. მაშინ დაჟე ამის ამოშლოთ შეიძლება. პრინციპში ის ჩვენებრივად არ იმუშავებს ხოლმე, იმიტომ რომ ეხლა მე როცა გადავარ ღრმა იმაზე, პრინციპში ხლანერი ის აქვს ინიციალიზაცია რაღაც ნავარჩენი ინიციალიზაცია აქვს და მაგიტო არ იმუშავებს ჩვეულებრივად, მაგრამ ოკეი, გავზრდები ბოდიში მოვამზადებ იმას. დებაგინგის მაგალითს ახლა შევეხეთ, ერთ მაგალითს გავამზადებ, დებაგზე დაჭერა შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია და მაგასაც დავაშიარებ მე. ოკეი. ყველაზე common მეთოდები მოკლედ რაც ჩემთვის იყო რეებიც ნახე არის ესენი. რა ეს არის ფილტრი, map-ი, flat map-ი, for each limit-ი და ნუ ასევე max-იც იყო, მაგრამ max-ი ძალიან ესეთი მაგალითი იყო, რაც აღარ ამოიწერე და ერთი იყო collect-ი, რაც ჯიმის თხოვნით ამოიწერე. აღმოჩნდა უფრო სიღრმისეული არის, ვიდრე მე მეგონა რომ იქნებოდა. ამებს ყველაფერს ჩამოუყვები, პატარა მაგალითებსაც განახებთ, როგორ გამოიყენება ეგ მეთოდები, for loops-გან ითი განსხვავდება და ასე შემდეგ. მოდი ნახოთ. ნუ პირველ რიგში for loops-ა და streams შორის განსხვავებას მინდა შეგახედოთ. აქ მაქვს ერთი რაღაცა ლისტი მზად. 3 რაღაცა, ნუ ერთი ობიექტი მაქვს და 3 პერსონა მაქვს გაკეთებული რა. ერთი რაღაცა თორნიკე, ჯიმი, ვახო და დამი დატა მაქვს მოგეთ ამ ლისტში რა. მინდა ახლა ამ ლისტიდან ამოვიღო ყველა ის პერსონა, ვის ტელეფონის ნომერიც იწყება, რაღაცა +9-5 დაუშვათ, ხო? For loop-ში, ნუ იდეალურად გაკეთდებოდა, იდეალურად ის ხმაღანად თამია, როგორ გაკეთდებოდა არის ეგრე რა. ანუ დაწერდი for loops, დაწერდი ifs, იტყოდი რომ გინდა phone number-ები, რომლებიც იწყება 995-ით და გადააგდებდი ახალ ლისტში. ეს ლისტიც ხელით უნდა შექმნა შენ. ნუ გამოვიდა რამდენი 6 ხაზი კოდი, ხო? Stream-ებში ეს ყველაფერი შეგიძლია გააკეთო 3 ხაზში. იდეალურ ვარიანტში რა. ეს არის რომ პირდაპირ ეუბნები რომ აიღე პერსონის ლისტი და გასტრიმე, იძახი რომ მინდა ფილტრი და აქ იწერია შენი ფუნქციური ინტერფეისი სხვათა შორის. შეხვიდე ფილტრში. აქ აქვს ერთ-ერთი ფუნქციური ინტერფეისი, რომელიც არის პრედიკატი. ამაზე ვილაპარაკეთ. წინაზე რომ პრედიკატი არის შენი ვალიდაცია, ეგრე ვთქვათ, რომ რა ვალიდაცია გინდა გაატარო პარამეტრად აი ამ ფუნქციას რა. ეს პარამეტრი არის ჩემთვის, რომ რაღაცა phone number-ის starts with 995 დავუშვოთ რა და მორჩავს. ეს არის ჩემი ის, რაც მეწერა აქ, რომელიც იდეაში რომ წარმოიდგინო არის ორი ხაზი, იმიტომ რომ ერთი if-ი არის, მეორე if-ის დახურვა, ხო? ანუ ეს უკვე გადამიკეთა ერთ ხაზად. და დავშევ გამოდიხარ ამ ლისტიდან, უბრალოდ ამ loop-იდან და იძახე რომ დამიკოლექტე ლისტშიო. ანუ აღარ გიწევს ხელით შექმნა შენი ახალი ლისტის, თავისით შეგიქმნის, იძახი რომ აი ეს იქნება ჩემი ახალი ლისტი და დამიკოლექტე ამ ლისტშიო. ან განსხვავება for loops-ა და ამის შორის უკვე ცხადია, რომ აქედან უფრო პირდაპირი არის ყველაფერი ნათქვამი, ფილტრავ, იღებ და აკოლექტებ რა. აქ უფრო გრძლად არის და უფრო, ეგრე ვთქვათ, ხელით საწერი გაქვს, მოდი ეგრე ვთქვათ, ხელით უფრო გაქვს საწერი for loop-ებში რა. ხო, ანუ ერთი რაღაცა დავამატო, რომ აი ადამიანი რა ვისაც ბევრი ციკლი არ აქვს პირობითად დაწერილი Java-ში, ახლა შეხედავს ამას და შეიძლება ვთქვას, რომ ანუ კაი რა for ციკლია, რატო უნდა დამიზაროს ამის დაწერა რა. ვარ ცოტა უკვე გამოცდილებას რო იღებ და ხშირად რო გიწევწერა, მე უფრო annoying ხდება ამების გამეორება და ეგეთ ეგ გამოცდილება რო გაქვს რაღაც სამდენი რაღაც პერიოდის გამოცდილება რო გაქვს, მე უფრო ხვდები ამ იმის, რა ქვია, უფრო პატარა კოდის ხიბლს რა, უფრო ქსიამოვნებს მე ეგრე რო ვაკეთებ. კი და ნუ real world example-იც ეს არ არის რა, ნუ real world-ში უფრო რავი შეიძლება nested for loop-ები და 1000 რაღაცეები მოგიწიოს, რაც stream-ებში უფრო მარტივად გამოვა რა, იმიტომ სადაც ერთი ფილტრი გიწერია, იქვე ჩააშენებ მეორე ფილტრს და უბრალოდ ქვედა ხაზზე ჩამოხვალ, სადაც აქ კიდე თავის ტკივილები მოგიწევს რა ამ შემთხვევაში. კაი, ნუ ეს მარტივად ფილტრის მეთოდი. ფილტრის მეთოდებში მაქვს კიდევ ერთი მაგალითი, თუმცა აქ უკვე ფუნქციური ინტერფეისით როგორი მუშავებდა ეს, რომ როგორც წინა შეხვედრაზე ვთქვით, რომ ფუნქციური ინტერფეისი მაქვს აქ ერთი გაკეთებული, ზუსტად იგივე, რომ
რაღაცა phone number starts with 95. ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე ეს გატენილი მაქვს ჩვენს predicate interface-ში რა. ამის გამოყენება ძალიან, რავი, მარტივი და ეგრეთ ვთქვათ, პირდაპირ იყო, რომ ეს გამოვსახეთ ცალკე ჩემს ცვლადად და პირდაპირ გავტენე ჩემს სტრიმში. ანუ დაჟე ისიც შემიმცირა, ეს რომ მქონდა დაუშვათ აქ უკვე სამხაზე, ესეც შემიმცირდებოდა, ну, იგივე სამი ხაზი გამოვიდოდა, მოდი იმას ვიტყვი, რომ აი ეს მახინჯი რაღაცა აღარა მაქვს და პირდაპირ მექნებოდა აქ ლამაზად ჩაწერილი, რომ is phone number valid predicate. და ქვევი დავაკოლექტებდი, დაუშვათ collectors tool-ში რომ მიდოდეს რა. ანუ იმის გალამაზებად შეგიძლია, რაც ისედაც ნაკლები ტვინის ბურღი და ნაკლები ჩალენჯი გაქვს for loop-ისგან განსხვავებით რა. ფუნქციური ინტერფეისის საშუალებით. კაი, შემდეგი ფუნქციები უკვე მოდის მაპები. მოდი აქ წამოვალ. მაპის ფუნქციონალი არის, რომ შენ იღებ შენს list-ს, ეუბნები, რომ ამ list-დან რაღაცა ფუნქცია ჩაატარე თავის დატაზე და დამიბრუნე ახალი სტრიმიო რა. ანუ შენს სტრიმის list-ის დატას გადააკეთებ ახალ სტრიმად. მაპის გადავიდეთ მოდი აქეთკენ map-ზე. მაპი ასევე აბრუნებს, რომ გადავიდეთ აქ ჩვენს streams. ანუ ამის პარამეტრი არის ფუნქციური ინტერფეისი ასევე, ანუ ყველაფერი მაინც დადის ფუნქციური ინტერფეისზე სტრიმებში და ეს ფუნქციური ინტერფეისი გიბრუნებს ახალ სტრიმს. ანუ დავუშვათ მე მინდა ავიღო ეხლა რაღაცა, აი, ლისტი მაქვს ისევ იგივე პერსონების და ამ ლისტიდან მინდა ამოვიღო მხოლოდ გადავაკეთო ახალ ლისტა და ამოვიღო მხოლოდ ტელეფონის ნომრები რა. მაპი გაძლევს იმის საშუალებას, რომ ეგ გააკეთო რაღაცა ერთი ხაზით რა, ანუ ებნები წერტილი map person და რა ფუნქცია გინდა ამ პერსონის დატაზე ჩავატაროთო რა. ეს ფუნქცია არის ჩემი get phone number-ი. აქაც იგივე შეგიძლია შექმნა ფუნქციური ინტერფეისი, ამ შემთხვევაში გონი არ მაქვს, თუ მაქვს გაკეთებული. არა, არ მაქვს გაკეთებული. შემეძლო ხა აქ მე შემექმნა ფუნქციური ინტერფეისი და ამის ნაცვლად კაი რამეს გაჩვენება ID-აში. აი ხო მონიშნული გაქვს. ეხლა დააჭირე ერთად Ctrl Alt და V. Oh shit, ეს წამი. Alt-ი რო არა მაქვს Mac-ზე, როგორი command option V? Mac-ზე ხანერად. Replace მეცი ხო? ქვედას ჩამოდი. კაი ენზე დაიყოს არა და დაარქვი სახელიც გინდა. ძალიან მაგარი რამეა ეგ რა. ID-ას ხო ძალიან მაგარი რაღაცა აქვს შემული და ეგ გადასაშუალებას რომ რაღაცა შენი evaluate აიღო და ცალკე რეფერენსად გაიგო. Yes, ეხა ინტერს რო გლიჯო, აი შენ ფუნქციური ინტერფეისიც გააქვს თავზე და ქვევითაც replace უკეთებს შენ evaluations სახელით. Nice. ჯიმი, რაც გამაკეთებინა, ეხა იდეაში ჩვენ შევქმნით ჩვენი ფუნქციური ინტერფეისი, function-ი და ეს ფუნქციური ინტერფეისი უკვე გავიტანეთ ჩვენს map-ის პარამეტრად რა. ანუ ისიც კი შეგიძლია ეგრეთ ვთქვათ იდეაში გააკეთო, რომ გაალამაზო უფრო მეტად რა. ანუ პირდაპირ იყო რისი გაკეთება გინდა რა. მთელი მუღამი ამ სტრიმების ეგ არის, რომ პირდაპირ იმას აკეთებ, რაც პროგრამისტმა უნდა აკეთოს რა. ანუ ზედმეტ თავის ტკივილებიდან გარიდებს რა. map-ის შემდეგ არის flat map-ი. flat map-ის მუღამი არის, რომ nested list-ები როცა გაქვს. აი დავუშვათ აქ მაქვს გაკეთებული მე ლისტი, რომლის შიგნით არის სხვა ლისტი, ანუ ლისტის რა. და ეს ლისტი შეიცავს რაღაცა ციფრებს რა. ეს უბრალოდ ვიზუალურად რო განახოთ, იმიტომ გავაკეთე ციფრებზე. რომ ჯერ მოდი იმას ვიტყვი flat-ი რა შეება, იმიტომ flat map-ი ორი ფუნქციის გაერთიანება არის. ერთი flat-ი არის და მეორე map-ი არის რა. flat-ი არის, რომ თუ გაქვს ორი nested აქვია ლისტი, იმას გადაგეთებს ერთ ლისტად, ანუ გააერთიანებს შენ ლისტს რა. map-ი თქვით რას წაგეთებდა. flat map-ი პროსტა არის ეგ მე რაც თქვი, ოღონდ ორი ერთში რა. ანუ მე ავიღე ჩემი აგერ მაქვს list of list integer-ები, ჩავტენე ამ list-ში data და ეს data გავაერთიანე ერთ list-ში რა. ანუ ავიღე flat map-ი, ვეუბნები რომ ამ flat map-იდან
ყოველი ლისტი, ანუ AS1, S2 პარამეტრი, data, S3 data გამისტრიმე კიდე ერთხელ და გამიმრავლე ორზე, ეს უბრალოდ დავამატერო, просто ვიზუალურად მენახებინა map-ში კიდე, შეგიძლია ესეთი ფუნქციებიც უთხრა, რომ რაღაცა data შემიცვალეო რა. ანუ ამან ეხლა რაც გააკეთა, რომ იმის ნაცვლად, რომ S3 ცალ-ცალკე data ყოფილიყო, აიღო ერთ ლისტში გადამიკეთა და ესეთ პარამეტრად მომცა. დამიფლეთა რა, ეგრე ვთქვათ. Flatmaps მუღამი არის ეგ, როცა გაქვს nested ლისტები, შეგიძლია ერთ ლისტში გადააკეთებინო და დამატებით ფუნქციონალები ფუნქცია გაატარო data-ზე რაც გაქვს რა. კაი, მერე მოდის for each-ი, ან for each-სა და maps შორის განსხვავება ერთადერთი კითხვა რომ დაგისვა აქ. ანუ იდეურად flatmap-ი გავიგე, მაგრამ nesting-ის დონე მაინტერესებს დაახლოებით. ანუ პირობითად list-ში მაქვს, ანუ ერთ level-ზე დამიფლეთებს, აი list-ში რომ მქონდეს, list-ი, რომელსაც არის კიდე list-ი, მაგალითად, მაგასაც დამიფლეთავს. ანუ აქ რო კიდე list-ი ქონდეს? ხო, ანუ რეკურსიულად ჩადის ქვედა დონეებზე თუ ის აქ რამ გასაზღვრული nesting-ის დონე აქვს. არ ვიცი სხვათა შორის, მესამე დონეზე უკვე აღარც მინახავს, მაგრამ დიდი ალბათობით უნდა ქნას, არ მგონია დაგინებული ქონდეს ორ დონეზე, მაინც და მაინც. მეც ასე მგონია რომ რეკურსიულად უბრალოდ გაფლეთორაც flatmap როგორ არის, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გაფლეთორაც უნდა აკეთებდეს ან ფუნქციონალიდან მახსოვს არის რომ ნებისმიერ level-ის list-ი რომ რაც არ უნდა იყოს, რეკურსიულად უნდა გააერთიანო და ერთ დონეზე უნდა გაიყო. ხო, ანუ flat-ი თუ მაგას აკეთებს, flatmap-იც უეჭველი მაგას იზავს, იმიტომ მე რაც წავიკითხე, უბრალოდ გაერთიანებაა რა. flatmap-ი არის flat-ისა ცალკე და map-ის აღებული ცალკე გაერთიანება, იმიტომ flat თუ შევა მაგას flatmap-იც უნდა აკეთებდეს რა. ოკეი. აი, for each და რა ქვია, maps შორის განსხვავება არის ერთადერთი, რომ map-ი გიბრუნებს უკან data-ს, მაგრამ for each უკან არაფერს არ გიბრუნებს, return-ი არ აქვს. For each რო გადახვიდე, consumer-ს იღებს, consumer-ი როგორც თქვით, ფუნქციური ინტერფეისია, რომელსაც return-ი არ აქვს. ანუ შენ for each უნდა გამოიყენო იმ შემთხვევაში, თუ გინდა data-ზე რაღაცა update-ები გაუშვან, რაღაცა ფუნქცია გაატარო რა შენ data-ზე, რაც გაქვს list-ში. ერთადერთი განსხვავება for each-სა და maps შორის არის ეგ. და რა დარჩა? limit-ზე მაგალითი არ მაქვს, მაგრამ როგორც ნახე, ამასაც ხშირად იყენებენ, ეს უბრალოდ შეზღუდვარი რაოდენობის შენი ლისტის რაც გაქვს, რომ იღებს რაღაცა რაოდენობის ლისტს, ეუბნება რომ დამილიმიტე 5-ზე და დაუშვათ პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე, მეხუთე ეგრევე წყდება მაგის შემდეგ რა, ანუ აღარ აგწევებს მე. და ბოლო არის უკვე collect-ი. collect-ი შეგიძლია collect-ი არის საბოლოო ოპერაცია, რაც stream-ზე ტარდება. ეს ეუბნება, რომ ამის შემდეგ უკვე წყდება stream-ი. collect ეუბნება, რომ აიღე და დამირეთარნე ახალ collection-ში. ეს collection-ი და მიუთითო შენი ხელით. შენ თუ გინდა map-ში გადააკოლექტე, ანუ აქ მაგალითად map-ში გადაკეთებული, რომ ავიღე ეს person list-ი, გავსტრიმე და პირდაპირ ვაკოლექტებ map-ში. ვეუბნები, რომ პირველი პარამეტრი იქნება ამ ობიექტის ერთ-ერთი ცვლადი რაღაცა რაც მაქვს და მეორე იქნება მეორე რაღაცა field-ი უბრალოდ რაც მაქვს რა. შეგიძლია ნებისმიერი რაღაცა უთხრა, ნებისმიერი ანუ collection-ში რაც შედის, თუ list-ი იქნება, თუ set-ი იქნება. ასევე unmodifiable-ებზეც ვნახე, რომ შეგიძლია ისეთ list-ში გადააკეთო, რომელსაც მე ვეღარ დაამოდიფაიებ და collection-ზე სიმართლე გითხრა მეტი არაფრის თქმა აღარ შემიძლია, ანუ უბრალოდ მაგების გაკეთება შეგიძლია collect-ით რა. ხო, იაში მეტ დავასრულე. ოკეი, ეხლა დავაშიარებ ეკრანს და გავაგრძელებ. ისე საინტერესო. მე რაღაცა იმას stream-ზე რო გავუკეთო, თქვა map-ი და მე იმას კიდე რო დამეპო კიდე სხვაზე და ასე შემდეგ რა. ჯაჭვოთ რაღაცა map-ები რო ქონდეს გადამული. executions როგორ აკეთებს? ანუ თითოეულ ელემენტისთვის ჯერ სრულ ციკლს გაივლის და ავნებს თუ ჯერ თქვა ერთ maps გაატარებს, მე მეორეს და მე მესამეს თუ. მოდი ეხლა ვევქნათ ეგ, კაი კითხვაა და მე მგონია რომ იმას იზავს, რა ქვია.
აქ მე ისევ გადმოვალ ჩემი ის არის ნია ერთ ბოლომდე, მე მეორეს ბოლომდე. ერთ მეფს გაიყვანს ბოლომდე სავარაუდოდ, მე მეორე მეფს გაიყვანს ბოლომდე და ეგრე ისევს რა. ეკრანს ხო ხედავთ? კი, და მაგარი wallpaper გიყენია. თამაშიდან არის რამე? აჰა, არასწორ ეკრანი გამიზიარებია ესე კი ერთ წაი მაშინ. არ უნდა ხედავდეს მაგას. აი, ახლა უნდა ხედავდეთ წესით. კოდს. ხო? კი. Good. აი. Yes. მოდი სითის არ მინდა, ძალიან მარტივ ლისტს გავაკეთე, რაღაც 1 2 3 ავიღოთ. გადავსტრიმოთ. და ორი მეპი მივცეთ ამას. ერთი მეპი იყოს, რომ აიღოს ნამბერი და გამრავლოს ორზე მაგალითად. და მოდი აქვე დავწერო. ამას დავარეturn-ებ. და მეორე მეპიც ესეთ რამის მსგავს რაღაცას აკეთებ, ეს მოდი რა. 5 გამრავლები ვარ, რომ რაღაც გადაკვეთე არ ქონდეს. ორიან მაგალითად ერთიანიდან მიიღე. მეორეს გამრავლებინებ 5-ზე. ეს executing map 2. აჰა. და ბოლოს რავი დავაკოლექტოთ, მაგრამ ამის დაკოლექტება პრინციპში არაფერში არ გჭირდება. აბარას ისავს. executing ნე შეხო არ გადავა, შეხედე? executing map 1, executing map 2, map 1, map 2, map 1, map 2. იმაშება რა ქვია, ცვლის აჩკარად. მე მეგონა რომ ჯერ ამას მორჩებოდა, მერე ამას მორჩებოდა. არა, ჯერ გაუშვა, მერე ეს გაუშვა. ანუ ასე მოხდა რა. ფილტერს თუ ჩამოდებ, სავარაუდოდ ჯერ ფილტერამდე გააკეთებ, საბა ფილტერს ჩამოდე და გაფილტრე თქვა 3-ზე ნაკლები. ამანდარა, ერთი მეპის მერე. ოკეი. ფილტერში ავიღეთ და მოდი ესეც დავუწეროთ. executing ფილტერი და დამიბრუნე A, რომელიც ნაკლებია 3-ზე. ანუ 1 და 2 მომივა მარტო. აი ეს მარტო 2 მომივა. და იმას 2-ზე ხვალ ნაბერა. map 1, მერე გავუშვა ფილტრი, მერე გავუშვა map 2, ეს 1-ისთვის, მერე გავუშვა map 1, 2-ისთვის გავუშვა. თითოზე აკეთებს ყველა ფუნქციას, რაც ჩამოწერა. ხო, შეხედე, ხო. კი, ჯაჭვად მიყვება როგორც. კი, აშკარად ჯაჭვად მიყვება, ისე არ მიყვება აშკარად როგორც ჩვენ გვეუბნა. საინტერესო რამეა. კაია რომ ეს მაგალითი გავიარეთ. კაი, მოდი ახლა გადავალ მე ჩემს სლაიდებზე. მე ვეცადე რომ თოკომედიაში რაც გაარჩია და რაც ილაპარაკა, შენ თუ ეგ მეთოდები იცი, დამოუკიდებლობის გამოყენება იცი, ჩათვალე რომ სტრიმების გამოყენება უკვე შეგიძლია და შეგიძლია სტრიმების ცხოვრება გაიმარტივო რა. აი ეს არის დამატებითი მეთოდები, რომელიც ცოტა უფრო იშვიათად თუ შეგხვდებათ, მაგრამ ასევე კარგთვისებიანი მეთოდებია რა. ერთიანად თურმე ერთიანდება ესენი და ქვიათ რომ არიან short circuiting operation-ები რა, რაც თავისი დეფინიციით ნიშნავს, რომ ეს არის ოპერაცია, რომელსაც შენ შეიძლება მისცე დაუსრულებელი infinite input-ი, მაგრამ რაღაცა კონკრეტულ დროში დასრულდეს რა. ცოტა გამიკვირდა ეგ თავიდან. რეალურად როგორ შეიძლება რაღაცას დაუსრულებელი input-ი კონდეს და რაღაც კონკრეტულ დროში ასრულებდეს ექსეკუციას, მაგრამ მაგალითი იყო ეგეთი მოყვანილი, რომ პირობითად, ხო მოდი მაგალითებზე გადავალ და მაგალითებში ავხსნი რატოა ეს და როგორ არის და რანაირად რა. 3 გრუპად არის ეს დაყოფილი, ეს ტიპები, ლიმიტზე აღარ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ლიმიტზე უკვე თოკომ თქვა და მაგალითებშიც მაგ ლიმიტი გამოყენებული. დავიწყებ აი ამ ტიპებით რა. იმისთვის რომ მე შევამოწმო სტრიმში, მაქვს თუ არა მეჩი, რაღაც კონკრეტულ ობიექტზე, კონკრეტულ ელემენტზე, თუ რას მექნება შეგნით, მაქვს რამდენიმე მეთოდი მაგისთვის, არის any-match-ი, all-match-ი და non-match-ი რა. ნუ სახელები იდეაში ძალიან გასაგებია ისედაც რას უნდა აკეთებდეს, any-match-ი ნახულობს არის თუ არა რომელიმე შეგნით, all-match-ი ამბობს რომ ყველა ემთხვევა თუ არ ემთხვევა ამას და non-match-ი ამბობს რომ ჩემ გადაცემულ პირობას არც ერთი არ ემთხვევა რა. აი ხა კოდის ნაწილს ჩავრთავ.
ეგ მაქვს match exam ამის მაგალითები მაქვს და მაგალითებით ერთად ნახოთ რა. პირველი მაქვს non-match-ის მაგალითი. ხო, იქამდე იმ data სტრუქტურას გავივლი, რასაც მუშაობთ. City მაქვს ერთ-ერთი ობიექტია წყობილი, სადაც მაქვს ID, სახელი, პოპულაცია და country კოდი. და იმისთვის რომ მაგალითებისთვის ხელით არ გამეწერა ეს city-ების ლისტი, მაქვს ერთი მეთოდი, რომელიც ამ city-ებს კრავს და უკან მიბრუნებს. რამდენიმე city-ია, country კოდის ორი ვარიაციისა, ეს არის საქართველო და USA, 5 ქართული ქალაქია, დანარჩენი ამერიკული ქალაქები. კაი, გადავიდეთ ამის მაგალითზე, non-match-ი რა განვიხილოთ იდეაში რა. მე stream-ზე შემიძლია თქვა, non-match-ი და ეს აქ გადაეცემა პარამეტრად predicate-ი, როგორც თქო უკვე predicate-ი აბუნებს booleans და predicate-ით მე შემიძლია რაღაცა condition-ები გავტესტო და ამ პირველი მაგალითით უზრუნველყოფ რაღაც ტესტავ რომ არც ერთი country ჩემთან არ არსებობს, რომელსაც country კოდი აქვს რაშ რა. ეხლა ამას გავუშვებ თან, ნახოთ ამის ისინი დავინახოთ, output-ები დავინახოთ და ეს მიბრუნებს true-ს, იმიტომ რომ რეალურად არც ერთი ქალაქი არ მაქვს ესეთი country კოდით რა. მერე არის any-match-ი. any-match-ი ვეუნები, ასევე predicates, სამი predicates იღებს, მოდი ამაზე აღარ გამეორდები. აქ ტესტავ რომ მაქვს თუ არა რაღაც ნებისმიერი ერთი ქალაქი მაინც, რომელსაც country კოდი აქვს USA და მეუნება რომ ნამდვილად მაქვს, მაინც სად მაქვს კაცო. რუსი არ აქვს, USA უნდა მეკავოს. მაბედ, მეწეროს. USA გაქვსო და ბოლოში მაქვს უკვე all match. all match-ში ვიძახი რომ ეს predicate-ი მაქვს, სადაც ვეუბნები რომ დამიზუსტე რომ ნამდვილად ჩემ ყველა city-ს country კოდი აქვს საქართველო. გეო, მაგრამ ნახან ეს ასე არ არის. რეალურად მეუნება რომ false-ია რა. მოკლედ ეს ტიპი ასე მუშაობს, რომ გადასცემ predicates და გაქვს ამის საშუალება, რომ ეს შენი predicate-ით გადაამოწმო, რომ ნებისმიერი stream-ის ელემენტი ემეჩება შენ predicates, ან გადაამოწმო, რომ ნებისმიერი შენი stream-ის predicate-ი არ ემეჩება შენს predicates, ან გადაამოწმო, რომ არსებობს რაღაცა ერთი match-ი მაინც, რომელიც შენი predicates-ზე true-ს დააბრუნებს რა. აქ მაქვს მე კიდე ერთი მაგალითი, all match-ისთვის დავიძახი, რომ ყველა საიტი 900-ზე მეტი იყოსო და მართლაც რომ ნახოთ ყველა საიტი 905 დაიწყებოდა, შესაბამისად 900-ზე მეტიც არის და ასევე მაინტერესებდა რას იზავდა ეს ბიჭი ცარიელ, იმაზე რა ქვია, ცარიელ stream-ზე და რამდენი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ცარიელ stream-ზე all match-ი რო გამოიძახო, ყოველთვის გებრუნებს true-ს, ეს ერთი უცნაურობა გააჩნია, რომელიც სახსენებელი არის ჩემი აზრით რა. შემდეგი მაგალითები მაქვს უკვე encounter-ზე. აქ უკან უნდა დავბრუნდო, აქვს კიდევ ორი მეთოდი, ეგეთი encounter-ის, ანუ ორი მეთოდი მაქვს ელემენტის პოვნის, არის find first და find any, მაგრამ encounter-იც ვახსენე და encounter-ი რატოც ვახსენე, იდეაში მაგასაც მოვყვები ახლა რა. find first და find any-ის შორის განსხვავებაზე რო ვილაპარაკოთ, ორივე მიბრუნებს optionals, საერთო ის აქვს პირველ რიგში. optional-ში მე შეიძლება value მედოს ან არ მედოს, მაგრამ და დამნეველია ხოლმე ამ ორ ტიპს რო ადარებენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ერთ-ეგივე output-ი აქვს ზუსტად. მაგრამ განსხვავებებზე ვილაპარაკებ ახლა. ეს ინფორმაცია რაც მაქვს ამოწერილი მაქვს ოფიციალური დოკუმენტაციიდან, COVID reference-იც მაქვს, საიდან ამოვიწერე და find first-ის დეფინიციას რო შევხედოთ, find first-ზე ვიცით რომ აბუნებს პირველ ელემენტს stream-ისას და თუ stream-ს არ გააჩნია რაღაც encounter order-ი, ანუ stream-ში order-ი არ მაქვს, მაშინ შეიძლება დამიბრუნდეს ნებისმიერი ელემენტი რა. order-ი რა შემთხვევაში ექნება stream-ს, რა შემთხვევაში არ ექნება stream-ი, მაგას მაგალითად მაქვს მოყვანილი და მაგასაც გაჩვენებთ. ამისგან განსხვავებულად find any-ს რას დამიბრუნებს, მე არ ვიცი. find first-ი თუ ამბობს რომ მე აუცილებლად დაგიბრუნებ შენი დაორდებული stream-ის პირველივე ელემენტს, find any-ს ეს რული არ აქვს და თავისუფალია დააბრუნოს ნებისმიერი ელემენტი, რომელიც გაუხარდება რა. შესაბამისად, თუ გჭირდება სტაბილურობა და გჭირდება რომ ყოველთვის პირველი ელემენტი ამოიღო, აუცილებლად უნდა გამოიყენო find first-ი, მაგრამ თუ საერთოდ არ აქვს შენთვის მნიშვნელობა order-ით რომელი იქნება, find any შეიძლება გამოიყენო და არანაირი გარანტია არ გაქვს რომელიც დაგიბრუნდება, მაგრამ რაღაც optional-ი რაღაცა დაგიბრუნდება რა. ერთი გაგაწყვეტინებ, find any-სა და any match-ის შორის ვერ დავუწვით დიდად განსხვავება რა არის. პროსტა ეს optional-ს დაბრუნებს, ეგ არის მუყამი? ნახე, any match-ი, all match-ი და non match-ი გეუნებიან შენ პასუხად booleans რა. საბოლოოდ.
ამით შენ ტესტავ შენი სტრიმის და ის იმენა ობიექტს დამიბრუნებს. ხო, აი find first-ი და find-ენი აქ უკვე გიბრუნებს კონკრეტულ ობიექტს, ან ელემენტს, რაც არის შენი სტრიმის პარამეტრი რა. ნუ მსგავსი სახელები აქვს და მაგნიტურად დამაბნეველია, მაგრამ აი ესე შეხედე, რომ აი მინდა ჩემ სტრიმში რაღაცები გადავამოწმო, ამ სამ ტიპს ვიყენებ, თუ მინდა რაღაცა ამოვიღო find first-ს და find-ენის ვიყენებ რა. ხო, და საბოლოოდ find-ენზე რაც მინდოდა მეთქვა, არასდროს არ გვაქვს იმის გარანტია, რომ რამდენიმე ინვოკაციით ამ ტიპზე ერთ input-ზე ყოველთვის ერთ-იგივე output-ს დაგვიბრუნებს. რა როგორც თქვი ეს ტიპი სტაბილური არ არის მაგ სიტუაციაში, სტაბილურობას ხარ უნდა ვენდოთ და არ არის გამორიცხული და დოკუმენტაციაც გვეუბნება ამას, რომ დიდი ალბათობით სხვა output-ებიც დაგვიბრუნდება რა. წერან ვახსენე, რომ სტრიმში თუ მაქვს მეთქი ორდერი, ანუ ordered stream-ი თუ მაქვს მეთქი, მაგ შემთხვევაში find first-ი აუცილებლად დამიბრუნებს მეთქი პირველ ელემენტს, მაგრამ თუ არ არის, თუ ორდერი არ მაქვს stream-ში, არ დამიბრუნებს თქო რა და ეხლა მინდა ვნახოთ ეგ ორდერის მაგალითი რა შემთხვევაში მექნება stream-ში ორდერი და რა შემთხვევაში არ მექნება ორდერი რა, იმიტომ რომ ეს რო წავიკითხეთ ცოტა ვერ გავიხსენე რაღაც ვერც ერთ მაგალითს, სადაც stream-ში ორდერი არ მაქვს რა. და მე თვითონ დამაინტერესა, როდის შეიძლება და ეს მომხდარიყო. ხო და მოკლედ ეს setup-ი მაქვს ამ მაგალითში, რომ აქ ლისტი BT ვიწყებ სპეციალურად, რაღაცა მაქვს BACDS string-ები მაქვს და მაქვს set-ი, რომელსაც ვაკეთებ ამ ჩემი ლისტით რა. მაქვს რაღაცა აკუმულატორი, რომელიც binary ოპერატორი, რომელიც უბრალოდ რასაც აკეთებს არის ის, რომ radius-ით მე გადავდივარ მე ამ stream-ზე და set-ზე და უბრალოდ ერთ string-ად ვაერთიანებ რა. ანუ რეალურად ეს არის უბრალოდ საბოლოოდ დავინახო stream-ში შეგნით რა ხდება. მაგიტომაა გაკეთებული. ეს რო ლამაზადაც კეთდება სხვა შორის collecting-ის მეთოდით, მაგრამ radius-იც მინდოდა სადმე ეს მაგალითი გამეტენა. ხო, აქ მაქვს გაკეთებული რა, ლისტი მაქვს, set-ი მაქვს და list-ზეც set-ზეც ვიძახებ find first რა. ორივეზე. ჩვენ რო ნახოთ stream-ის დოკუმენტაცია, stream-ი ამობს თავის თავზე ეგეთ რაღაცას, რომ ეგ იქნება order-ი თუ იქნება unordered-ი დამოკიდებულია იმაზე თუ რა data type-ი გვექნება შეგნით რა. list-ი როგორც ვიცით რაღაც strictly ordered ტიპია, მაგრამ set-ი strictly ordered ტიპი არ არის და შესაბამისად set-ის შემთხვევაში ჩვენ არ უნდა გქონდეს order-ი და list-ის შემთხვევაში order-ი უნდა გქონდეს რა და ეგ რო action-ში ვნახოთ. დავალაგე პირველი list-ის stream-ი და გამოვიძახეთ ამის პირველი ტიპი არის optional b. ხო და set-ის შემთხვევაში დამიბრუნა optional b, მაგრამ optional b დამიბრუნა, იმიტომ რომ აქ list-ი მაქვს და არა set-ი. მაიცა? всё. ხო, ნახე, list-ის შემთხვევაში მაქვს optional b, set-ის შემთხვევაში მაქვს optional a რა. რეალურად ეს არ არის ის input-ი, რომელიც მე set-ს გადავეცი, set-ს გადავეცი საერთოდ სხვა input-ი. set-მა დაალაგა stream-ში order-ი და შესაბამისად თავის დაალაგებული order-დან გამომდინარე დამიბრუნდა პირველი პარამეტრი რა. ეს ხო პროსტა იმის მაგალითი, რომ find first-ი არის რეალურად მუშაობს მარტო იმ შემთხვევაში, თუ ვიყენებ stream-ის ქოვით ისეთ data სტრუქტურას, რომელსაც order-ი გააჩნია. კარგი, შემდეგ რა გვაქვს? შემდეგ გვაქვს მოძებნის მაგალითები მაქვს, რომელზეც წეღან ლაპარაკობდი, find first-ი და find n-ის მაგალითებიც მაქვს აქ რა. ამ მაგალითს მოდი გავუშვებ, რომ output-ი უკვე აქ გქონდეს და თან ეს one by one გავყვები და გავარჩევ მაგალითებს რა. როგორც წეღან თქვით უკვე მაქვს სხვადასხვა ტიპის stream-ები, აი find first-ი რო ვნახოთ sequential stream-ზე. წერა ნუ პრინციპში ამაზე ბევრს აღარ ვლაპარაკებ, იმიტომ რომ ძალიან ცხადია რაც ხდება, stream-ი მაქვს, find first-ი გამოვიძახე, one-ი დამებრუნდა. მარტივად. всё, მეტი არაფერი აქ სირთულე არ არის რა. find first-ი ასევე order-ს ინარჩუნებს parallel stream-ებსაც რა. მიუხედავად იმისა, რომ parallel stream-ებზე ერთზე დეტალურად არ გვისაუბრია, მაინც ჩავთვალე, რომ კარგი იქნებოდა, რომ რაღაცნაირად მაინც შევხებოდით და ეს მაგალითი ვიპოვე და წამოვიღე აქაც, რომ parallel stream მექნება თუ order stream მექნება, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა find first-ისთვის, თუ under-ზე ხუთ order-ი არსებობს, parallel-ს და parallel შემთხვევაშიც ეს აუცილებლად პირველ ელემენტს ვიბრუნებს. განსხვავებით find-ენი ასე არ იქცევა რა. თუ sequential stream აქვს find-ენიც, როგორც ვიცით, გარანტია არ გვაქვს ამის result-ზე, მაგრამ 10-დან 9 შემთხვევაში, ან უფრო მეტ შემთხვევაში მას დამიბრუნებს, მაგრამ თუ მაქვს parallel stream-ი, find-ენი მანდ უკვე პირველ ელემენტს არ მიბრუნებს. მაშინ parallel და parallel stream-ები რომელი იყო? parallel და parallel stream-ზე არ გულაპარაკია.
მაგრამ შენ გაქვს საშუალება რომ სტრიმს როდესაც გამოაცხადებ აქვს ეგეთი მეთოდი პარალელი და ამ შემთხვევაში გამოიყენე უკვე პარალელური სტრიმი რა. ძირითადად პარალელურ სტრიმებს იყენებ ხოლმე მაშინ როცა შენთვის ორდერინგს დიდად მნიშვნელობა არ აქვს და პარალელურად გინდა რომ სტრიმის სორსზე იმუშაო. ეგ არის ამ ეტაპზე რაც შემიძლია პარალელურ სტრიმებზე გითხრა. ნუ ესაც ისაა რა შემდეგი გარჩევის თემა ჩემი აზრით იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ამბავია. პრინციპში როგორც ნახეთ ახლა სეკვენშალად ანუ იმას გამოძახევებს ხო პირდაპირ ჯაჭვურად უკაკეთებთ ყველა თქვა ჩემ მეპს მე რეფილს ესე მოდებდა და თუ კი თქვა ხო პრინციპში თუ კი არ გინდა რუდერინგი მაგას შეიძლება პარალელურად გავუშვებ და რამდენიმე კორდზე ერთდროულად იმუშავებ. ხო იდეა ეგ არის რომ სტრიმს პარალელურად ემუშავო და უფრო კარგი პერფორმანსი ქონდეს რა მაგას თავისი ის აქ ალგორითმი აქვს როგორც ამ ყველაფერს ჰენდლავს. მაგრამ ნუ დღეს ამ დონეზე არ ვარ ჩასულები და შემდეგ შეხვედრებზე მაგლებულზეც ჩავიდეთ. ხო, რეალურად ამ მაგალითად რაც მინდოდა მეჩვენებინა იყო ის, რომ sequential stream-ის შემთხვევაში more likely find first და sequential და parallel stream-ის შემთხვევაში find first ყოველთვის ერთადერთი result-ი აქვს და parallel და sequential stream-ის შემთხვევაში find-ენის ძალიან ხშირად, ნუ sequential-ის დროსაც არ ხარ და არ ვარ დაწესებული რომ ყოველთვის ვანი მოგვია, მაგრამ ძალიან ხშირად ამათი აუთპუტები ერთმანეთისგან განსხვავდება და ამის holding-ი უნდა გქონდეს რა. კარგი და ბოლო მაქვს მე მგონი ხო ბოლო მაქვს გრუპირების მაგალითები. ეს არის grouping by რო ვიპოვე კოლექტორებზე თოკომი საუბრა უკვე, მაგრამ და კოლექტორებში არის ერთი grouping by ტიპი. რომელიც მე ძალიან გამიხარდა რომ არსებობდა და ძალიან მომეწონა ეს ტიპი რომ ვიპოვე რა. რეალურად აი ლიმიტი აქ მაქვს, მეც მაქვს აქ გამოყენებული. რახან ცოტა დიდი სია მაქვს ამ CT-ების. მინდოდა რომ ცოტა დაემპატარაებინა, იმიტომ რომ მე ეს უნდა დავპრინტო და ნახან პრინტავ არ მინდა რაღაცა გადამეხსო საუთფუთი რა. მაგიტომ ლიმიტს ვიყენებ და ლიმიტი იღებს და პირველ რა ელემენტს მისტრიმავს მარტო დანარჩენებს აიგნორებს საერთოდ. ერთი მეთოდი მაქვს კიდე print map-ი, რომელშიც რა თქმა უნდა ტაიპო მაქვს. მაგრამ არ გადავაკეთებ ხა. ხო და просто ეს ტიპი რაც აკეთებს არის რომ ჩემ streams, ჩემ maps-ზე გადადის stream-ით და ლამაზად მიპრინტავს რა, სწორს არც არ შევა. პირველ მაგალითი მაქვს ეგეთი რომ grouping by მე საშუალებას მაძლევს რომ ავიღო ჩემი stream-ი, დავგრუპო და result-ში სხვა რამე დავაბრუნო. როგორც თოკომ თქვა, კოლექტორები ჩვენ საშუალებას გვაძლევს რომ ჩვენი stream-ი დავაკოლექტოთ სხვადასხვა სახით რა. მე შემიძლია დავაკოლექტო ისე stream-ად პირობითად, ლისტად უბრალოდ შემიძლია დავაკოლექტო რაღაც კონკრეტულ ობიექტად, შემიძლია დავაკოლექტო map-ად. ამ შემთხვევაში map-ად მაქვს დაკოლექტებული და grouping by-ით როცა აკოლექტებ, ყოველთვის შენი response-ი არის map-ი რა. პირველი პარამეტრი, რომელსაც გადასცემ და ეუბნები რა გააკეთოს, ამით შენ უხსნი რა condition-ით, რა იმით რა ქვია რა function-ით დაგრუპოს შენი response-ი რა. ხა ამას გავუშვებ. ნიშნული მოგვიყვე და ამის print-საც ვნახავთ. ამ შემთხვევაში მე ვთხარი რომ country კოდის მიხედვით დამიგრუპე ჩემი response-ი მეთქი. რამაც რეალურად result-ი მომცა ის რომ ეს არის ჩემი map-ი, სადაც მაქვს ორი key. პირველი არის geo, მეორე არის USA რა. map-ის პირველი key მაქვს geo და ამაში ჩამეყარა აბსოლუტურად ყველა ელემენტი ლისტის სახით, რომელსაც აქვს country კოდი S და მაქვს მეორე USA, სადაც ჩამეყარა აბსოლუტურად ყველა city, რომელსაც აქვს country კოდი USA რა. ამით მე ავდექი და ასე თქვა დავაკლასიფიცირებ, გადავალაგე ჩემი ინფორმაცია უფრო მარტივად ხელმისაწვდომი რომ მქონოდა რა. მეორე მაგალითი რასაც ვაკეთებ არის რომ უბრალოდ ვიღებ და ვეუბნები რომ ID-ების მიხედვით დამიგრუპოს ჩემი ქალაქები. რაც მომცა საბოლოოდ იმ შედეგს რომ მექნება ახალი map-ი, სადაც key-ში მეჭირება ქალაქის ID და value-ში მეჭირება უშუალოდ ქალაქის ობიექტი და მე ავდგები და თუ დამჭირდება რომ სწრაფად ID-ის მიხედვით აქედან ქალაქი ამოვიღო, იმის მაგივრად რომ ამ სიაზე გადავირბინო და C-ის ID-ები ვჩექო, პირდაპირ map-იდან key-ს წამოვიღებ და შესაბამისად value-ს გამომყვება რა. და შემდეგ მაგალითში, რასაც ვაკეთებ, იმის გარდა რომ grouping by-ს მე შემიძლია უთხრა თუ რა ლოგიკით გადამილაგოს და გადამიკლასიფიქციოს ინფორმაცია, რომელი პარამეტრით. ასევე შემიძლია
გადავცე მეორე კოლექტორი და მეორე კოლექტორი უკვე საშუალებას მადლებს რომ ეს value რაც არის თვითონ უკვე ეს value დავაკოლექტო რა უკვე ამაზე გავუშვა რაღაცა კოლექტის ფუნქცია და ამ შემთხვევაში მე ვეუბნები რომ კი მინდა მქონდეს country code-ი მეთქი და country code-ის მიხედვით დამილაგე ჩემი ქალაქები მეთქი და value-ში country-ები ისე აღარ მინდა მე value-ში უბრალოდ მაინტერესებს რამდენი ის მაქვს რა ქვია რამდენი ქალაქი მაქვს მაგალითად GeoS-ი რამდენი ქალაქი მაქვს სიაში USA-ს რა ხამას გავუშვებ და მეუნება რომ რახან დავალიმიტე ჩემი სტრიმი და მაქვს მარტო 8 ტიპი, მაქვს 5 ქართული ქალაქი და მაქვს 3 ამერიკული ქალაქი რა. ეგ არის მეგობრებო პრინციპში ჩემი მაგალითებიც და ჩემი სლაიდებიც ბოლოს ჩავიყვანე. თუ რამე კითხვა არ გაქვთ ბატონო ახოს მოусვინოთ ახლა. Grouping გაიმართა საკაიფო რაღაცა აღმოჩნდა. კი, ძალიან მაგარი ბიჭია და კიდე აქ ამას ერთი მეთოდი რომელიც შეგიძლია გამოიყენო დამატებით კიდე ერთ პარამეტრს იღებს რა მაგრამ აქ ამის სამწუხაროდ ვეღარ მივედი და ვეცდები რომ ესკეპიც ამოვავსო შემდეგი შეხვედრისთვის ისე SQL-ის კომანდებს დაანგავს group by და partition by იქნება სავარაუდოდ კი სხვადასხვა grouping by-ზე რო ვკითხულობდი ხო ეგრეთ ერთ-ერთ მე მგონი Java gigs for gigs რო არის მაგათ კონტ ესე ახსნილი რომ grouping by ძალიან გავსო SQL-ის group by statements-ო რა. რეალურად ჩათვალე მაგის სიმულაციას აკეთებს აქეთ. ასე რომ ძალიან კარგად მოახსენდა ეგ მაგალითი. ხო ამ სტრიმებს დატას რაღაც იმიგრაციის და სტრიმინგისთვისაც იყენებენ. იმიტომ რომ ერთხელ გასაუბრებაც ხონდა და მანდ კითხეს ან პროექტი იყო რაღაცა Nike-ის რაღაცა ეს რა ქვია. ერთი პროექტი უნდა გადაიყვანათ, ერთი პროექტის სტრუქტურა უნდა გადაეტანათ რაღაც მეორე ახალ სტრუქტურას. და მაგისთვის იყენებდნენ აი ამ რეაქტიულ და იმას რა ქვია სტრიმების API-ს. და იდეაში ხო ანუ პარალელურად რო გავუშვა რაღაცა დატის ამოღება და პლუს კი ფილტრები და რაღაცები რო დავამატო, საკმაოდ ასწრაფ მონაცემის გადატანას. კი ბატონო. კი. და ანუ ეგ პარალელობა მგონი thread pool-ზე დგას უკანა და thread pool-ში ეშვება ის thread-ები და ეგრე ინარჩუნებს მაგ. მეც როგორც ვიცი thread pool-ს აკეთებს მაგას. არ უნდა დარწმუნებული არ ვარ და ესე ზუსტად მაინც არ ვიტყვი რა. ეჯერობით სანამ აქამდე მივხვდით. ანუ სანამ გადავინოცლებთ ახოს ამბებზე რამე კითხვა ხო არ აქვს სტრიმებზე რომ ამოვწროთ ეს საკითხი და უკვე მთელი ფოკუსით ახოსკენ გადავერთეთ. ვანო გადავიდეთ ახოსკენ. აღარაფერი მოგხდება. აი არ ხმა ხო ისმის კარგად. დიახ. ხო წინაზე როგორც თქვით ანუ როგორც თქვი განსხვავება იყო ანუ ფუნქციონალური ინტერფეისები რო შემოვიდა ანუ ფუნქციონალური ინტერფეისის შემოსვლამდე მსგავს რაღაცებს გაკეთება შეიძლება უბრალოდ ანონიმური კლასებით და იმის დემონსტრაციისთვის რომ ფუნქციონალური ინტერფეისის გამოყენებით და მის გამოყენების გარეშე სხვადასხვა ტიპის რაღაც პეკეჯი და ფაილების სტრუქტურა მიიღება, ეგეთი რაღაცა მარტივი მაგალითად გავაკეთოთ. გვაქვს აი ორი კლასი გვაქვს, რაღაცა ერთი და იგივე რაღაცას ვაკეთებთ. ოღონდ ერთში ვაკეთებთ არის ესე რა ქვია, string-ებს ფილტრავთ სიგნის მიხედვით. ოღონდ ამ ერთში ვაკეთებთ lambda expression-ის გამოყენებით და მეორეში ვაკეთებთ კლასიკური მამაპაპური გზით ახალი კლასი შექმნით და ამ კლასის გადაცემით. და რა ვნახოთ რომ სხვადასხვა რაღაცა მიიღება გავუშვათ აქ აი ხავარ აი ეს ფაილები სადაც არის იმ დირექტორიაში გვაქვს ორი ფაილი main და main new და მოდით დავაკომპილიროთ რა კლას ფაილებად ვაქციოთ ეს თქვენი მონაცემები Java-თვის და ახლა რომ ნახოთ, აქ შექმნა ერთი ჩვეულებრივი კლას ფაილი, რომელშიც არის რომ შევხედოთ, აქ ეს არის ახლა და როგორ არის დარეფრეშება. ოკეი, მარჯვენა დააჭირე და მან დააკ რეფრეშის. თუმცა მაგრამ ის გაჩვენა. ჩვენი ბაიტ კოდი. ახლა რომელსაც რომ გავხსნით, ჩვეულებრივ წერია კლას ფაილში რაც უნდა წეროს, სადაც კლასის აღწერა და ნუ უფრო სრულ დონეზე მოყვანილი იგივე რაღაცა რაც ვიტყვი. ერთი რაღაც არ შემჩნევია, ხო აქ ფილტრში რო გადაიცემა lambda expression var 0x-ი პარამეტრის სახელი ეგ ქონდა მითითებული თუ თვითონ დააგენერირა ის.
თვითონ დაგენერა. ოკეი. так, სხვა რაღაცა ეწერ. და ეხა იგივე რომ გავაკეთოთ აი main new Java-ზე. ხოთ რომ ორი კლასი დააგენერა, ერთი არის main new და მეორე არის main new 1. ეს არის ერთი არის ჩვეულებრივი აი არსებული main news კლასის class ფაილი, საიდან რომელშიც გვხდება ეში აქ main news გამოყენება, main new 1-ის გამოყენება უნდა იყოს. მაგრამ ნუ main new 1 აკეთებს main new 1 არის ჩვეულებრივი inner რაღაცა ანონიმური კლასი გააკეთა, სადაც მიყენებს იმას რა ქვია. სადაც იგივე რაღაც გააკეთა, რომ გააკეთა ანონიმური კლასი, რომ ჩვეულებრივი ცალკე კლასი კონდეს. ანონიმურმა კლასმა რეალურად მართლა კლასის იმპლემენტაცია შემიქმნა Under-ზე 5. იდეა შემოიყენებს, მაგრამ დავაროთ მე JVM აკეთებს ალბათ ამ ინდექსაციას და დავლინკოს. ოკეი, ეს ის აქ რატო ჩანს არ ვიცი. კაი, ხო, ნუ ექსპორტა დემონსტრაციის იყო რომ სხვადასხვანაირი რაღაც დატა მიიღება, ორი იდეაში ერთი და იგივე რაღაც როკეტს, მაგრამ სხვადასხვანაირი შედეგი მიიღება. ეხლა რომ გადავიდეთ აი Invoke Dynamics-ზე. ესე მოსმენების სულ მოხსნა. ხო ეს Invoke Dynamics-ი არის ჩვეულებრივი მეთოდი, რომელიც ჩაშენებული არის JVM-ში და გვაძლევს დინამიურად კონკრეტული ფუნქციის გამოძახების საშუალებას. და მანამდე ეს Invoke Dynamics-ი შემოიტანეს რომელიც Java 7-ში, ხო Java 7-ში. და მანამდე იყო უბრალოდ 3-4 მეთოდი იყო, ერთი იყო რაღაცა Invoke ერთი სახელები არ მახსოვს, ერთი იყო რაღაც public მეთოდების გამოსაძახელად, მეორე private-ის, Invoke public-ი ესე პირობითად დავუკვირდით. იყო ასევე Invoke private და იყო მესამე კონსტრუქტორის გამოსაძახებლად და ასევე იყო Invoke static-ი, რომელიც სტატიკურ მეთოდებს იზახებდა. და ანუ ეს დიფერენციაცია იმისთვის არის საჭირო, რომ ამ სხვადასხვა მეთოდების გამოძახების დროს რეალურად სხვადასხვა რაღაცა უნდა მოხდეს. private მეთოდს რო იძახებ, კონსტრუქტორს რო იძახებ, უნდა გამოიძახო კონსტრუქტორი რაღაცა მეთოდები და უკან უნდა ელოდე უკვე ახალ ობიექტის მისამართს. public method-ს როცა იძახებ არის უბრალოდ გამოძახება არის და შეიძლება public method-ები სხვადასხვა იყოს, რაღაც void-ი ან რაღაც ობიექტს აბრუნებდეს და ანუ რადგან flow განსხვავდება და სხვადასხვა შეზღუდვების არის საჭირო, მაგიტო არის JVM-ში სხვადასხვა კომანდი მაგისთვის. ამ გამოძახებებისთვის. და ეს Invoke Dynamics-ი შემოიღეს ახალი მეთოდი, რომელიც გვაძლევს ფუნქციის გამოძახების საშუალებას, ცალკე მარტო ფუნქციის გამოძახების საშუალებას. ხო. და იდეაში Invoke Dynamics-ს გამოყენება აქვს ფუნქციონალურ პროგრამირებაში და Lambda expression-თან არხში არის. ეხლა მე სანამ თქვენ რაღაცა წვავით, მანამდე ეგეთი რაღაცა ისე ფაილები დავამზადე. ეს არის temp ეს არის ორი ფაილი, რომელიც იდეაში არის ამ main Java-ს ამ main new class-ის და main class-ის class ფაილებიდან შედგენილი უკვე ის კომანდები, რომლებიც რეალურად Java-ს ვირტუალურ მანქანაზე ეშვება. და თუ დაუკვირდებით, ნუ აქ ხა ეს სხვა არის. ხო, აქ დაუკვირდებით, ეს არის იდეაში ესენ ზომითაც განსხვავდება. ეს უფრო დიდი არის. და თუ დაუკვირდებით, აქ გაკეთებული არის ერთი დამატებითი ფუნქცია. იდეაში ჩვენ lambda expression-ს წერთ, შემდეგ კომპილაციის დროს ეს expression-ი ითარგმნება
ცალკე ფუნქციად, რომელიც თვითონ კლასში სტატიკურ ფუნქციად ცხადდება რა. ანუ ეს არის ჩვეულებრივი lambda expression, რომელიც იღებს strings და ნუ აქ ხა ყველას გზნებას რო გავუყვეთ, ამოწევს სამ სიგრძეს invoke virtually არის გამოძახება public method-ის. იძახებს რაღაც მეთოდს და დააბრუნებს და 3-ზე მეტი არის თუ არა სიგრძე მაგას ამოწევს. ეგრეთ რაღაცას აკეთებს ეს ჩვენი ისა რა ქვია, სტატიკური ფუნქცია, რომელიც დაგენერირდა lambda expression-დან. ხო. ეხლა ცოტა ავიდე მე მგონი მიმდევრობაში. Okay. იდეაში invoke dynamic-ი დამატებით, ანუ ესეც ცალკე მდგომი რაღაც არ არის, რომ invoke dynamic-ის როცა ვარჩევდი, შეხვდა ასევე კიდევ სხვა კონცეფტი, რომელიც იდეაში invoke dynamic-ი არ იყო JavaScript-ში შემოიღეს, რომელი method handler-ები. თვითონ invoke dynamic-ი დაფუძნებული არის method handler-ებზე და ეს method handler-ი არის Java-ს reflection-ის ალტერნატივა. ანუ Java reflection-იც მსგავს რა ფუნქციონალს გაძლევს, რომ შეიძლება ფუნქცია გამოიძახო რაღაც კლასის რაღაც კლასის ფუნქცია გამოიძახო რეალურად და დინამიკურად დაუსეტო რაღაც მნიშვნელობები, მსგავს ფუნქციონალს გაძლევს ეს method handler-ები, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ Java-ს reflection-ში შეიძლება ბევრი ჩეკი დამატებით, ანუ იგივე ანუ იქ reflection-ს რო იყენებ, ტიპების შემოწმებას გიკეთებს, ანუ იქ reflection-ის დროს, რომ შენ თქვა და ეს არგუმენტს რო იღებს strings, შენ რეალურად იმას string უნდა გადასცე და რაღაცა თქვა ლისტი. და პლუს კიდე რაღაც return value, return object-ი რაც არის, იმის დასეტვასაც ნუ ბევრი დამატებითი ჩეკი აქვს, რაც იდეაში method handler-ებში არ აქვს. და ამიტომ ანუ method handler-ების API და Java reflection API ერთ-ერთი რაღაცა გაკეთება შეიძლება ამ ორი რამით, მაგრამ განსხვავება არის, რომ method handler-ები არის ბევრად მარტივი და პირდაპირ გაძლევს და ბევრად სწრაფი არის და პირდაპირ გაძლევს ამ ფუნქციებზე წვდომის საშუალებას და ანუ პირდაპირ byte შეიძლება შეთვალო, რომ პირდაპირ byte კოდზე გაქვს წვდომა და ანუ ფუნქციის byte კოდი პირდაპირ შეიძლება გამოიყენო ჩაინტეგრირო შენთან კოდში. როცა Java reflection-ში ბევრი დამატებითი ჩეკი გაქვს და დამატებითი ისა რა ქვია. ნუ overhead-ი არის რაღაცა ჩეკების. ხო. და ეს method handler-ები ახლა რაში გვადგება ამ invoke dynamic-ის დროს. ხო. ჩვენ იდეაში ახლა რო უყურებთ გავხსნათ ჩვეულებრივი lambda expression-ით დაწერილი კოდი, სადაც გვაქვს ერთი რაღაცა ფილტერი და გვაქვს იმით ერთი lambda expression-ი. ვინაიდან ეს ყველაფერი საბოლოოდ უნდა გადაითარგმნოს რაღაც კლასებში და ნუ ობიექტებში და ასე შემდეგ, საბოლოოდ ამ ფილტერს გადაიცემა კლასი. ეს კლასი უნდა მოვიდეს რაღაციდან, როგორღაც უნდა შექმნას Java-ს virtual მანქანა და უნდა მოახდინოს ამ კლასის ინიციალიზაცია თავისი მნიშვნელობებით და ნუ ამავდროულად კიდევ რადგანაც ამას პრედიკატი აქვს, ამ პრედიკატში ეს test ფუნქცია უნდა იყოს განმარტებული ჩვენს მიერ აღწერილი lambda expression-ის სახით. სწორედ ამ ფუნქციების დაკავშირებასა და ინიციალიზაციაში იყენებს ამ method handler-ებს, რომელიც იდეაში პირდაპირ სახით არ არის. გვაქვს აი flow-ს გავუყვეთ ახლა. invoke dynamic-ის ხო, იდეაში invoke dynamic-ი okay, კაი. ხო, ჭირდება რომ აი ეს lambda expression-ი დავაკავშიროთ predicate-ის test ფუნქციას და test ფუნქციის გამოძახების დროს გამოიძახოს რეალურად ეს და რაღაცა სხვა ფუნქცია. ამისთვის ჩვენი კომპილაციის დროს, როცა ვაკომპილირებთ იდეაში, ანუ აქ class file რო დაგენერირდა მაშინ არ კეთდება ეგ, მაგრამ უკვე როდესაც კომანდების რაოდენზე გადაითარგმნა, აქ ეხლა დეტალურად ზემოთ ძალიან ბევრი overhead-ები აქვს. დეტალურად რო ჩავუყვეთ, იდეაში აქ არის invoke dynamic-ის გამოძახება. აი invoke dynamic-ი რაღაც ტესტისთვის, ეს ტესტთან ილინკება predicate-ის test ფუნქციასთან.
ხო ამ background-ში კომპილაციის დროს შეიძლება ერთი რაღაც კითხვა ხო? ხო. უკარო დაბრუნდე, აი მე მგონი დავიჭირე რაღაცა კავშირი და აი ეს invoke dynamic-ი იძახის რომ ქვევით რო გავუკეთა რაღაცა. ის lambda main 10 ქვია, ხო? ბულიანი. lambda main 10. მეთოდი რო გააკეთა ქვევით აქ ხო რეალურად ის არის ჩემი lambda expression-ისგან დაგენერირებული მეთოდია. ნოლია. ხო. ხო. 27 ლაინზე invoke dynamic-ს რაც საკეთებს არის ის რომ მაგაზე ლინკავს ჩემ predicate-ს. ხო, ეხლა მაგას ვიზამთ, ანუ ეს რაღაც ძალიან ის არ ქვია კომპლექსის არის. იდეაში JVM-ის თუნდაც ხდება, იმიტომ JVM-შიც არის რაღაც იდეაში დიდი ლოგიკა JVM-ში არის ინიციალიზებული და ნუ real flow-ს გავუყვეთ. მაგას ვიტყვი ახლა. ხო, ნუ ეს method handler-ები ზოგადად იმედია გავიგეთ რა საკეთებს, ანუ არის რაღაც reflection-ში და ალტერნატივა, მაგრამ ბევრად ის არის, რა ქვია, მარტივი არის და იდეაში გამოყენებისთვის ახლა სტანდარტულ პროექტებზე არ უნდა გამოიყენო, ანუ იქ სადაც ინფორმაციაც მოვიდა, იქაც ეწერა, რომ იდეაში იმას method handler-ებს იყენებენ, როცა ვთქვათ, კომპილატორები ან ისეთი თულების ან სახელდაწყობის დამზადება ანუ დაწერა გჭირდება, სადაც ისტრაფე და ანუ ის არის მნიშვნელოვანი. ანუ ხჩოლებრივ რაღაც პროექტზე ჯობია ყოველთვის reflection გამოიყენო, იმიტომ რომ ბევრად მეტ checks და ბევრად მეტ უსაფრთხოებას გარანტიას გაძლევს. reflection-ის API. და ნუ მე ცალკე შეგვიძლია method handler-ები როგორ მუშაობს მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეგეც საინტერესო თემა იყო. ნუ იდეაში მე კიდე უფრო მათ მოვიწევს ჩასვლა, იმიტომ მე ის კიდე JVM-ს და რაღაცებს იყენებს და ნუ გავიჩ. ეს იგი JVM-ს ელაპარაკე უკვე. ცოტა გაისაუბრე. ხო, რაღაც ანის არეული იყო. ხა თლად ბოლომდე ყველაფერი მეც ვერ გავიგე, იმიტომ რომ შეიძლება ზოგან ლოგიკური კავშირი თლად არ იყოს დაკავშირებული, მაგრამ ნუ რაღაც დისკუსია შეგვიძლია რაღაცას გავაკეთოთ. არა, low level-ზე ჩასულ ხარ აქ. ის საბოლოოდ რო შევაჯამეთ ეშაი რაც ელაპარაკე, ცოტა ესეთი კითხვა მინდა დავსვა რა, რომ აი იმის კოსტი animal class-ის კოსტი გავიგე რა, რომ აი animal class-ი რო გავაკეთე მაგალითში და გავაკომპილირე background-ზე იმ რაღაცა მეორე swap-ში ახალი კლასის bytecode დამიგენერირა და მეორე bytecode-ში ეს კლასი დაარეფერენსა რა. და როცა ვაკეთებ lambda expressions, მაგის კოსტი იმის გარდა რომ რაღაცა მეთოდი შეიქმნა background-ზე, მართლა ერთი მეთოდი. რაღაცა სხვა კოსტი მაქვს კიდე მანდ? კი მაგის კი ბატონო გვაქვს იდეაში საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა როგორც აუგე მე კლასი მაინც გენერირდება ანუ ნუ კლას ფაილი არ იქნება მაგრამ საბოლოოდ ის პრედიკატის რაღაცა mock კლასი თუ რაღაც ისეთი ხო mock კლასი ესე თქვა უწოდოთ საბოლოოდ მაინც იქნება რა კომპილაციის პერიოდში იქნება nested class-ად იქნება თუ nested class-ად არა ანუ უკვე იქნება კომპილაციის პერიოდში რადგანაც იქნება არის უკვე მემორიში ინახება და ნუ რეალურად ეხლა ჩვენ რაღაც ჯარს დააგენერებ და ჯარში ეკრავ იქ არ იქნება მაგრამ საბოლოოდ მე როცა გაეშვება ეს ჯარი JVM-ის რაღაც მემორიში რაღაცა ნაწილში მემორიში გვთავს კლას და არა იმას ხო ანუ კომპილაციის დროს საბოლოოდ მაინც შექმნის რა და ხო ეხლა გავუყვეთ იდეაში როგორ ლინკავდა ამ ფუნქციას და ინიციალიზაციას ერთმანეთთან. ხო, კომპილაციის დროს, როდესაც მოვა იდეაში კომპილატორი ამ ხაზთან, აქ არის სპეციალური ბრძანება invoke dynamic, რომ გამოიძახოს რაღაცა ეს მერვე არის მეგონი. თუ ნულოვანი ინიციალიზაცია ამ რაღაცა ფუნქციის რა დაკავშირების. რასაც invoke dynamic აკეთებს ასევე ერთ კლასს ახსნი რომელიც არის call site რომელიც იდეაში wrap-ავს ნუ მარტო wrapper არ არის wrap-ავს method handlers რომელიც ასე method handler-იც არის საკუთარი კლასი რომელიც გაძლევს ფუნქციის გამოძახების საშუალებას მსგავს როგორც reflection-ი და ეს call site wrap-ავს method handler-ებს და თვითონ core site-ში გაქვს იდეაში თითოეული lambda expression-ისთვის იქნება ცალკე core site-ი
ანუ ამისთვის იქნება ცალკე call site კლასი JVM-ის რაღაცა მიხსენებაში რაღაცა. და ამ call site-ში იქნება call site-ის target-ს როცა გამოვიძახებთ, ახლა შეგვიძლია გავხსნათ თვითონ call site-ის კლასი call site. ამათ აქვს თავისი target-ი აგერ method handler-ი. და ამ target-ის execution-ს როცა გააკეთებ, method handler-ს კიდე თვითონ execution ეგეთი მეთოდი აქვს, execute-ი. no-key, no-key. no-key რაღაც სხვა სოტივი აქვს. და ამ call site-ის execute მეთოდი უნდა ქონდეს რაღაცა. ვარაკ მშობა ხა სხვა თაღლები. execute-ს გააკეთებ, ეს გაძლევს საშუალებას, რომ ამ method handler-ით, რომელიც შით დავრებული არის შენი lambda ფუნქცია, გამოიძახებს mag იმის რა ქვია mag ფუნქციას კონკრეტული პარამეტრებით რა, ანუ რომელ პარამეტრებსაც დაუსეტავ, ეხლა ამას იდეა სჭირდება იმის რა ქვია string-ის პარამეტრი და ხო კიდე რა სჭირდება. იდეაში ინტერფეისი სჭირდება. ხო ეს call site-ი არის თითოეული lambda expression-ისთვის ცალ-ცალკე არის რა, ანუ ახალი ინსტანსი სჭირდება თითოეულს. ხო ეს просто ტერმინის განსამარტებლად თქვი და უკვე ეხლა როგორ კავშირდება ესენი ერთმანეთთან. ხო, იდეაში ხა ეგრეც ხმად რო ვიცოდეთ. ვიდეო მეთოდოლოგიით ცოდნაც. მაგრამ ჩავთვალოთ რაღაც ეტაპზე რაღაცებს ჩავთვლი რა ვიგულისხმოთ და მე შეგვიძლია გავშოროთ მომდენო ჩარტებს. ხო, როდესაც კომპაილერი მიადგება Invoke Dynamics რაღაცა ბრძანებას, რომ უნდა გამოიძახოს ფუნქცია კონკრეტული რაღაცა ეს ფუნქცია ამ lambda expression-ის შესაბამისი. რასაც JVM აკეთებს არის შემდეგი, რომ ნახულობს ამის შესაბამისი call site-ი უკვე შექმნილი აქვს თუ არა. ანუ დავათ თავის მემორიში დაძებნის შესაბამისი call site-ი მაქვს თუ არა შექმნილი. თუ კი არა აქვს შექმნილი, მაშინ ასე რა ქვია, bootstrap მეთოდი არის, იდეაში bootstrap მეთოდს შემჩნევი მარტო აქ შეგვიძლია ნახოთ, რომ ეს ფაილი რო გავხსენეთ, ბოლოში აქვს თავისი bootstrap მეთოდი, რომელსაც გადაიცემა როგორ საიდან რითი უნდა დააბუსტრაპოს. პარამეტრი აქვს სამი, ერთი არის ეს ობიექტი ეს ობიექტი იდეაში მეგონი ის არის, რა ქვია. თვითონ bootstrap-ის ინიციალიზაცია უნდა გააკეთოს რაღაცა, call site-ის ინიციალიზაცია. შემდეგ არის რომელი მეთოდი უნდა გამოიძახოს და ასევე პარამეტრი რა უნდა გადას. პარამეტრი კი არა. ეს არის მეთოდის სახელი. რომელი მეთოდთან ილინკება საბოლოოდ პრედიკატში. ამ შემთხვევაში ეს იქნება ტესტი რა. ანუ predicate test მეთოდი არის, რომელი მეთოდსაც გვინდა რომ ჩვენ lambda expression-ი დამებოთ. ეს არის თვითონ რომელი ფუნქცია იმეპება და მე მგონი ეს უნდა იყოს თვითონ predicate-ის მისამართი. ნუ იდეაში, короче, ზედაპირულად რო ვთქვათ, ხო, ნუ ხრმად გარჩევა ესე მოახერხე, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა თემის გარჩევას მითხოდა. ზედაპირულად რო ვთქვათ, ეს bootstrap მეთოდის გამოძახებით, რომ შესაბამის პარამეტრები გადაიცემა, რაც სჭირდება უკვე call site-ის და method handler-ის ინიციალიზაციას, ანუ მაგას სჭირდება რომ იცოდეს იდეაში რომელი კლასის რომელ მეთოდს სად მეპავს და რომელ ფუნქციასთან მეპავს. და ასევე ხო მე პარამეტრებს მე იდეაში გამოძახების დროს გადასცემ. და ნუ ამ bootstrap-ის მეთოდის გამოძახების დროს უკვე ახდენს call site-ის ინიციალიზაციას, ეს call site-ი არის, რომელიც handler-ს და holder-ი არის თვითონ მეთოდის lambda expression-ის სამესი ფუნქციის ინიციალიზაციის, თუ კი არ დაახწერის. და ამის შემდეგ უკვე ხდება ამ call site-ის და target-ს ამოღება, მე მგონი და მე უკვე target-ზე invoke-ის გაკეთება, რომ გამოიძახოს უკვე თვითონ ეს ფუნქცია
რაღაცა კონკრეტული ესე რა ქვია, არგუმენტით. ამდენად გასაგებად თქვი ახლა ეს. იდეაში მე გავიგე სხვათა შორის, მაგრამ თვითონ პროცესი უფრო რთული იყო ვიდრე მეგონა. იგი ბევრად რთული ამბავი არის. და სხვათა შორის აი რადგანაც ის არა ქვია. ნუ იდეაში მაინც რაღაც კლასის ინიციალიზაცია აკეთებს, მაგრამ პლუსი ის არის რომ runtime-ში აკეთებს და როცა on demand ან როცა ჭირდება, მაშინ იქნება და იდეაში ინიციალიზაცია ერთხელ ხდება რა და ისიც მემორიში ინახება მერე. ანუ იმ პრედიკატის რაღაცა შესაბამისი კლასის ობიექტს ქმნის საბოლოოდ მაინც. და მემორიში ინახავს. მაგრამ ნუ პირველ გამოძახებაზე შედარებით ნელი არის, მაგრამ ყოველ მომდევნო გამოძახება, რადგანაც უკვე call site-ი ეს რა ქვია ინიციალიზებული აქვს, უკვე მარტო ამ bootstrap-ის და ინიციალიზაციის steps ახდება და პირდაპირ გადადის execution-ზე და თარგის წამოღებაზე. უფრო დინამიური ტიპია და უფრო სწრაფი. აი მერე უკვე ან მემორ კლასებს კარგად აჯობებს წესით. იდეა შეიძლება სისტრაფის მხრივ საბოლოოდ შევდეს არ ვიცი როგორ მუშაობის ორს როგორ არის, იმიტომ რომ ის პრინციპში ნუ ის რადგანაც reflections არ იყენებს და იყენებს რაღაცა უფრო სწრაფ მეთოდს, სიჩქარეში ალბათ არ იქნება განსხვავება დიდი. მაგრამ ხო, ნუ ეგრე მუშაობდა ეს და ნუ იდეაში მე აქ თუ დავუკვირდებით ნუ Invoke Dynamics თავისი საბრძანება აქვს, რაც თქვა ამაში რო გადახვალ აქჩუალებული Invoke interface-ის რაღაცა სპეციალი და ეგეთი მეთოდები არის. და უფრო მარტივად და დამატებითი overhead-ები არ აქვს რა. ამ ფაილზეც მინდა კითხო ერთი რაღაც. ეს არის როგორც თქვი ამას ბოლომდე მეც ვერ კითხულობ. ეს არის კომანდები არის JVM-ის. ბოლომდე ვერ კითხულობ. ანუ ეს არის კომანდები, რომ რეალურად JVM-მდე რა ბრძანებები მიდის რა. ეს ალბათ fair class გენერირდება, ხო? ალბათ. არ ვიცი ზუსტად. რითი გავუშვი? command line თორე რა იხმარეს რომ დაეგენერებინო. Java-ი. ოკეი. ეს მინდა ჩავხედა მე რაღაც. ნუ Python-ი კი მინახია და ახლა .class ფაილი როგორი ახლა, მაგრამ აი ეს ტიპის ფაილი პირველ დავინახე და დაინტერესა ცოტა. ხო. ეს მეც რაღაც ზოგი მის გარჩევაც საინტერესო იქნება ისე რა კომანდები აქვს JVM-ს. ხო, ცა რამე ხوار გამოტოვე ხა. ხო, ნუ ეს method handler-ები ეგ ტიპი იყო ზედაპირულად რაც თქვით. call site-ი უკვე არის ამ method handler-ების უკვე თვითონ call site-ს holder-ი არის method handler-ის, რომელიც აკეთებს კონკრეტული მეთოდის გამოძახებას უკვე. და ზოგადი flow არის ეგეთი რომ ხო. ნუ იდეაში ახლა თვითონ სტატიაშიც ნუ მე სხვადასხვა ხო მე განსხვავება უკვე არის რომ bootstrap-ების ვარიანტები შეიძლება აჩქარო, ანუ სხვადასხვა მეში Java-ს ახალ ვერსიებში მე 11-ში თუ 9-ში მეგონი უკვე bootstrap მეთოდები განაახლეს, მაგრამ ვინაიდან bootstrap მეთოდებს მეგონი შენ თვითონ არ უწერ, ანუ იდეაში აქ bootstrap კომენტი უწერია, მაგრამ როგორი ინიციალიზდება საბოლოოდ მაგას არ უწერ. ხო. თვითონ bootstrap-ის ნაწილს რა. ხო, კარგად არ მახსოვს რა, ანუ bootstrap-ის მექანიზმის შეცვლა და აჩქარება შეიძლება ისე რომ ისა რა ქვია, ანუ შენი რაღაცა მეთოდის არ პროექტის გადაბილდვა და ხელახლა არ მოგიწევს რა, ანუ აი ეს bootstrap-ის რაღაცა ინიციალიზაციის ნაწილი JVM-ში არის ინიციალიზებული და როცა განახლება თქვა JVM-ი ეს bootstrap-ის რაღაც ინიციალიზებაც უფრო ასწრაფდება რა, ისე რომ შენ დაბილდო, მაგრამ ნუ ეგ ახლა დიდი ბენეფიტი არ არის. პროექტის დაბილდვა ხელახლა. რაღაც შემთხვევებში კი არის. დაახლოებით საათი და 10 წუთია უკვე ვლაპარაკობთ. რამდენად გასაგებად ვილაპარაკე, მეგონი ძალიან დიდი ჯამპი იყო წინა იმის მერე რა.
წინა შეხვედრას მე მგონი დროა დავასრულოთ რა სიტყვით. ისე რამდენად გასაგებად თუ ლაპარაკებთ, ბევრი ნაწილის ისე მოცემულებად თქმა მომიწია. რამდენად გასაგები იყო ჯამში, ეგ მაინტერესებს. აი ეს ხათაშორის სიმართლე რო გითხრა, ბევრ რამეში გამოყევ, მაგრამ იყო რაღაცები რა შეიძლება გამიჭირდა გამოყოლა რა. არა, ნუ იმას ქენ რა ქვია, გაარჩე. რეალურად ის ბრძანებები, რომელიც ივემდე მიდის და მარტივი თემა მართლა არ იყო და მართლა მისმის. ძალიან რთული. ხო, ეს უფრო ჩასახედიც არის რა, ეს ცალსაკე ეს უფრო რთული არის. სანამ ჩვენ გავაგრძელებთ მიმოხილვას რაღაცეებისას, დავამშვიდობოთ, მოდი ხალხს და ამ ბოლო მომენტში ვანო სანამ რეკორდინგს გავთიშავთ, შენ ხوار გითხავდი რამეს ან ამ კომენტარს ხوار გააკეთებდი. ძალიან საინტერესო იყო სიმართლე გითხრა ესე ლოუ-ლეველზე ჩავიდა და არ მეკონა და ეს რაღაც პონჩი აი ვახოსე მახსოვდება ნატ ტეტრისის კურსში რო ჯეკი არის იმ ასამბლერის ფაილებს ძალიან გავდა რა ფაქტურად ჯავა გადაღებული იმ კურსში ეხა ფრეუნის დროშა უნდა დაიხატოს აქ ხო აქვე დავამატებთ ვანოს არ უხდით ფულს რა ეგ ყველაფერი თქვას ჩახტო ძალიან დროული და ისე ხო წინადება აი ვარ ეს ის რაული ყურადღებისთვის და გემშვიდობებით აბა დროებით